სამი რამ, რის გამოც ნერვები მეშლება. ჯერ დავიწყო ყველაზე სერიოზულ თემაზე. ეს რა იყო, თიცი? ეს იყო არაჯამრთელი მამრობითი სქესის, ანუ კაცის უჯრედი, მაგრამ რაღაც ნანობოტი თუ რაღაც შეიყვანეს მაგ უჯრედში, რომ ეს მკვდარი, გაყინული უჯრედი გაიაქტიურებინათ, რომ მომხდარიყო განაყოფიერება და რომ დაორსულებულიყო ქალი. ანუ იმის მაგივრად რო უთხრე, რომ იცი რა, მოდი შეეშვი მოწევას, შეეშვი ალკოჰოლს, უმკურნალე შენს ფსიქიკას, სტრესს, ჯანსაღი ცხოვრების წესით იყავი. არა, შენ სვამ, შენ ხარ ავად, მაგრამ ჩვენ რა იცით, დაგეხმარებით. შენ არაფერი არ ქნა, ჩვენ გავააქტიურებთ და მაინც ისე მოვახდენთ, რომ თქვენ ოჯახი შექმნათ. ანუ ეს იგივეა, რომ ახლა აიყვანო ჯამრთელი გოგო და ვიღაც ბებერი ან ძალიან დაავადებული კაცი და უთხრათ, რომ მოდი ჩვენ ისე ვიზამთ, რომ დაორსულდება შენი ქალბატონი, შენ არაფერი არ ქნა, დაიკიდე ფეხებზე, ავად ხარ. ჩვენ მივხედავთ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ რა ვიცი, დაორსულდეს ქალი და თან როგორი ბავშვი გაჩნდება, ანუ ამ ყველაფრის შემდეგ, წარმოგიდგენიათ? და შემდეგ ეს სტიკერი ვინც გამოიგონა. ამას აკრავენ ხშირ შემთხვევაში ქალები მანქანაზე თავიანთ. რა სიძახის ეს? ფრთხილად იყავი ქალია თუ რა, ანუ ეს ხო ქალთან ასოციაცია, ხო? ჩვენ ესე გვაქვს ტვინში ჩაბეჭდილი. რა მერე რო ქალია საჭესთან, ანუ ეს ამიხსენეთ თუ შეიძლება. და ხედე სტატისტიკას. ავარიები ძალიან ხშირად რამე თუ ცუდი ხდება გზაზე. ვის გამოიყო? სქესი ხო ასე ძალიან გაინტერესებთ? გაარკვიეთ რომელი სქესის გამო ხდება ძალიან ხშირად ავარიები. კიდე მერე. გოგოები რო იცეხენ რომ ფემინისტი არ ვარო. გინდა იტყვი რომ ხარ, გინდა იტყვი რომ არ ხარ, ეგეთი რაღაც არ ახალ ხო? თუ გოგო ხარ, თუ 21 საუკუნეში ხარ და თუ შედარებით განვითარებულ ქვეყანაში ხარ, შენ უკვე იყენებ ფემინიზმის მიერ გაწეულ სერვისებს და ძალიან მშვენიერია პირიქით, მადლიერი უნდა იყო უბრალოდ რომ იზახი რომ არ ხარ, ეს უბრალოდ იმიტომ ხდება რომ შენ გაქვს ნაკლები ცოდნა. всё. იმიტომ რომ როგორც მინიმუმ ის რომ შენ გაქვს წვდომა ინტერნეტთან, შენ გაქვს წვდომა განათლებასთან, შენ გაქვს არჩევნის უფლება და შენი პროტესტი თუ რაღაცაზე მოგინდა, შენ ხმას რომ რაღაც დოზით მაინც ეკნება ძალა. ეს უკვე ფემინიზმის დამსახურებაა. კიდე პლუს ის რომ აირჩიო სად გინდა იმუშაო რომელ სფეროში, რომ არ გაქვს შეზღუდვა, გინდა იყავი ადმინისტრატორი, გინდა იყავი მენეჯერი, გინდა იყავი ადმინისტრატორი, გინდა სახლები დაალაგე. არჩევანი გაქვს. ესა ხდები. მერე კიდე გოგოები, ვინც სხვა გოგოებს ამცირებენ, ვიზუალის გამო, გინც სხვა რაღაცის გამო, იმიტომ რომ ხვის თვალში და ბიჭების თვალში გამაღლდეს ეგეთი გოგოები. ანუ იზახენ რომ აი შენ იცი ესა ვიწრო წელი მაგ შენ არ გაქვს იმ დონეზე ვიწრო წელი ისა და ასე რო ედრებიან ხალხო, ამას ხო მერე ედრებიან სილამაზის სტანდარტებს, რომელიც გამოიგონა კაცებმა, მერე რო ხდებიან რომ არ არიან საკმარისი, იკეთებენ ოპერაციებს, ხარჯავენ ფულს და ეს ფული მიდის მერე ვის ჯიბეში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ შეგიქმნეს კომპლექსები, რომ იმიტომ რომ გამოიგონეს სტანდარტი, როგორი უნდა იყოს გოგო, რომ იყოს ღირებული, რომ იყოს აღიარებული როგორც ლამაზი. და ეს ყველაფერი რისიბრალია, იმიტომ რომ გვაქვს პატრიარქატული სისტემა, სადაც მთავარი არის კაცი. ანუ პატრიარქატული სისტემა არის ესეთი სამკუთხედივით, ზევით არის მართველი კაცი, დანარჩენიც კაცები თქვენ რა გქონიათ ქალებია, არა, უბრალოდ ნაკლებად მართველები, მაგრამ კაცები ყველი. და რა სითხოს მატრიარქატი მაშინ? რაც ძალიან ძნელია რომ ჩვენ სოციუმში იქნება, იმიტომ რომ მგონია რომ არ იქნება ჩვენ სოციუმში მატრიარქატი ვერ დამკვიდრდება ეგეთი სისტემა, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ ისეთები, რომ ძალიან ბევრს არ აქვს წარმოდგენა რა გაკეთოს თუ ვიღაცამ არ მიუთითა. აქ არის ხო ყველად კაცებია, ხო? ეს სილამაზის სტანდარტებიც კაპიტალიზმით შემოიტანა პატრიარქატულმა სისტემამ და ეს სილამაზის სტანდარტი რა თქმა უნდა კაცებსაც თავად ავნებენ, იმიტომ რომ ხო გაგებული კაცებსაც სტანდარტები რომ აი შენ ხარ 18-ის და ჯერ კიდე არ გაქვს შენი ბიზნესი? შენ არასაამაყო შვილი ხარ რა. შენ რა ბიჭო წადი ისა იმუშავე და დაგიფასდება შრომა. ამ დროს ვინც 12 საათი მუშაობს, აბა გაიკითხა რამდენი აქვს ხელფასი და ვინც უბრალოდ მემკვიდრეობით გადმოეცა რაღაც ბიზნესი, ძალიან შრომობს ხო. ანუ იმას ვიზახი უბრალოდ რომ შრომა არ უდრის გარანტიას წარმატებასთან. ხო და აქ რა ხდება მატრიარქატულ სისტემაში? ეს შუაში არის ბავშვები ხალხო. და გარშემო არის ქალები მარტო არა, ქალები და კაცები. ანუ ამას აქ ფოკუსი მომავალ თაობაზე, ბავშვებზე აქ ფოკუსი და აქ ხდება ეგეთი რაღაცა რომ იცი რა, შენ დღეს გაქვს პურის ფული? ყოფნის შენი ხელფასი, რომ პური იყიდო? ყოფნის მშვენიერი, всё, პაკა. და აქ ფიქრობენ მომავალზეც, თაობაზეც.